ზამთრის ტურიზმის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. სეზონის დაწყება კი ყოველთვის აჩენს მთავარ კითხვას. რამდენად მზად არის სექტორი და მთლიანობაში ქვეყანა ინფრასტრუქტურიდან დაწყებული მომსახურების ხარისხით დასრულებული სეზონისთვის. ეს საკითხი წლიდან წლამდე უფრო და უფრო აქტუალურია, რადგან მოლოდინები მაღალია, კონკურენცია კი მზარდი. ბიზნეს პარტნიორი სტუმარია მაია მახატაძე, რადარის დამფუძნებელი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან კარგი სიახლე გაქვთ რადარში იმ პლატფორმაზე, რომლის საშუალებითაც თქვენ ემსახურებით იმ კომპანიებს და იმ სასტუმროებს, რომლებიც ამ შემთხვევაში თქვენ არეალში ხდება. თუმცა მანამდე მინდა მთლიანობაში 2025 წელი სრულდება და წელი შეგაჯამებინეთ ბუნებრივია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე გამოწვევით სავსე წელი იყო წლის დასაწყისიდან გამომდინარე, თუმცა მე აღმოჩნდა რომ თქვენი კოლეგების პრაქტიკულად უდიდესი ნაწილი მიიჩნევს რომ ძალიან წარმატებული იყო 2025 წელი. საინტერესოა თქვენ შემთხვევაში როგორი სურათი გვაქვს, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრ სასტუმროს ემსახურებით და შესაბამისად სურათსაც მეტნაკლებად ფლობთ. სწორედ ამიტომ არის საინტერესო როგორი იყო 2025 წელი ტურისტული სექტორისთვის. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. 2025 წლის კმაყოფილები ნამდვილად ვართ, როგორც ერთეულ სასტუმროებში, ისე ათეულობით და შეიძლება ითქვას ასეულობითაც. ჩვენი კომპანიის შიგნით ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც არიან, მათი მდგომარეობა და შედეგები საკმაოდ მაღალია და გარდა იმისა, რომ შედეგები საკმაოდ მაღალია, ეს არის ის პერიოდი, როდესაც კმაყოფილი ბიზნეს ოპერატორი კმაყოფილებაზე დაფუძნების მიხედვით უკვე აკეთებს წახალისებას და სტიმულირებას უკეთებს თავის სამუშაო გუნდს და ასევე სტიმულაციას უკეთებს დამატებით ინვესტიციას, ანუ უკან კაპიტალ დაბანდებას ახორციელებს ახალი პროექტების სახით და შემიძლია გითხრათ, რომ ის სასტუმროები, რომლებმაც წერს რადარში გააკეთეს მომართვიანობა მომსახურებასთან დაკავშირებით, მათ გამართეს თავიანთი სერვისები, თავიანთი სტანდარტები და შემიძლია გითხრათ, რომ დაიწყეს კიდეც ახალი ობიექტების მშენებლობა. რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ასევე მრავლად არიან საქართველოს ტურიზმში, მათგან პირადად ვიცი და მომისმენია უშუალოდ, რომ მათი დატვირთულობის პროცენტი 80-ს მიუახლოვდა და გადააჭარბა კიდეც. ეს არის საკმაოდ მაღალი ციფრი და სასურველი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან 80%-იანი დატვირთულობა თავისებურად აკეთებს ბენეფიტია იმ კუთხით, რომ შემოსავლების აკუმულირებას აკეთებს დარგში, იტოვებს შემოსავალს თავისთან და ამით შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი მაღალ შემოსავლიან დარგად ითვლება და ჩვენ იცით, რომ ძალიან ისეთი მსხვილი კონტრიბუცია ვართ საქართველოს ეკონომიკაში. ამიტომ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 2025 წელი ასევე გეთანხმებით, რომ წლის რთული დასაწყისის მიუხედავად საკმაოდ, ესე ვთქვათ, შედეგიანად წარიმართა შემდგომ და წლის ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მე ჩემი კოლეგა სასტუმროებისგან მოვისმინე კიდეც ნოემბრის ბოლოს, რომ მათ თითქმის უკვე შეასრულეს სასტუმროს ბიუჯეტი. ანუ მაღალი დატვირთულობის პროცენტი და შესრულებული ბიუჯეტი, ეს არის ყველაზე სასურველი შედეგი, რაც კი შეიძლება განთავსების და კვების ობიექტებმა ინატრონ. თვითონ მომსახურების ხარისხი თქვენ ახსენეთ, რომ ის სასტუმროები, რომლებიც მოგმართავდნენ, თუნდაც იმისთვის, რომ გაემართათ მენეჯმენტი და მთლიანობაში სტრუქტურა და მათ შორის მომსახურების ნაწილიც ბუნებრივია ამ ყველაფრის თამდევია. რამდენად გაიზარდა ქართული სამასპინძლო სექტორი ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს ტურისტების რაოდენობის გარდა გვაქვს რეალურად სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტები შემოსვლას ვხედავთ, მათ შორის კი აზიის ქვეყნებიდან, გალფის ქვეყნები, ჩინელი ტურისტები, ისრაელი. შესაბამისად, განსხვავებული მომსახურება ჭირდება რიგ შემთხვევებში, ხო? გარდა იმისა, რომ ზოგადად მომსახურების მაღალ ხარისხს ითხოვს ნებისმიერ ტურისტი. ამ კუთხით გავიზარდეთ, რა ტენდენციებია, მაგალითად 2025 წლის გადმოსახედიდან? ჩვენ დღეს ქვეყანაში უკვე ვხედავთ აზიიდან ტურისტებს და ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის განსხვავებული სეგმენტი, რომელიც არ არის თანხვედრაში ჩვენს არც რელიგიასთან, არც გემოვნურ თვისებებთან. ამიტომ მათი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დარგი ძალიან ფეხდაფეხ მიყვება და ცდილობს ყოველ შემთხვევაში, რომ მაქსიმალურად შეუქმნას კომფორტი. ძალიან კარგად გვესმის, რომ აზიური მოგზაურობა არის წინასწარ დაგეგმილი, რადგან ჩვენ საკმაოდ დიდი მანძილი გვაშორებს. ანუ გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით ეს არ არის 2 საათიანი ფრენა პირობითად. ამიტომ გვესმის, რომ იქედან ჩამოსული ტურისტი და მოგზაური არის ყოველთვის წინასწარ დაორგანიზებული ტურიზმი, ამიტომ წინასწარ დაორგანიზებული ტურიზმი მასპინძელ მხარესაც აძლევს შესაძლებლობას, რომ წინასწარ მოემზადოს. ეს ნიშნავს, რომ ფეხდაფეხ ცდილობს დარგი, რომ გაყვეს მოთხოვნას.
რაც შეეხება თვითონ რამდენად კარგად აცნობიერებს დარგი, რომ ახალი მოთხოვნები ჩდება და ამ მიმართულებით გადაწყობაა საჭირო. სხვადასხვა ყველა საქმიან შეხვედრაზე, სადაც კი დაორგანიზებულია შეხვედრა როგორც ტუროპერატორებთან, ისე განთავსების ობიექტებთან, აი შიდა შეხვედრები, სამუშაო შეხვედრები, როდესაც იმართება, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზულად ემზადება დარგი, რადგან ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ ჩვენი კოლეგების მხრიდან წამოსულ ინიციატივებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მათ ზოგადად განაცხადონ მზაობა. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ისეთი შეგნებული დარგია, რომელიც ძალიან სწორად აფასებს თავის საჭიროებებს. საინტერესო მაგალითად ევროპელი ტურისტების რაოდენობა როგორია და მაგალითად თუნდაც ის რომ ახალი ავიარეისები დავამატეთ ბრიტანეთის მიმართულებით, ამან იმოქმედა თუ არა ამ ნაწილში რომ დავუშვათ მეტი ბრიტანელი ტურისტი ჩამოსულიყო საქართველოში. მე რაც მაქვს ინფორმაცია, ასევე ჩემი კოლეგების ინფორმაციაზე დაყრდნობით ის არის, რომ თითქმის ყველა ბორტი არის სავსე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ფრენა, რომელიც სრულდება ბრიტანეთიდან, არის აბსოლუტურად სავსე თვითფრენავის ბორტზე, ანუ არ არის ფაქტიურად სარიელი ადგილები. ეს ნიშნავს იმას, რომ მომართვიანობა არის მაღალი და ანუ ის მოლოდინი, რაც ამ ავიამიმოსვლის დაანონსებასთან დაკავშირებით იყო, ფაქტია, რომ გამართლებულია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი მიმართულება. ჩვენ ვიცით, რომ დაემატა 4 მიმართულება წლის განმავლობაში და ახალი ფრენები იწყება 2026 წლიდან, რაც საკმაოდ და სხვათა შორის არა მხოლოდ თბილისი. ქუთაისის აეროპორტიც ერთვება აი ამ მთლიან ტემპში და ესეთი ძალიან საინტერესო მონაცემები გვაქვს ამ მხრივ. კი ბატონო, რაც შეეხება ზამთრის სეზონს, ჩვენ ძირითადად მიჩვეულები ვართ, რომ მიუხედავად ამბიციისა, რომ გვაქვს სურვილი, რომ ვიყოთ 4 სეზონის ქვეყანა, რეალურად მაინც აფხული სეზონის ქვეყანა ვართ, მოგწონს თუ არ მოგწონს ამოცემულობით. მაგრამ ზამთრის სეზონზე გვაქვს გარკვეული ამბიციები, ხო? რამდენად ვართ ზამთრის სეზონისთვის მზად, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ ნაწილში, განსაკუთრებით თუნდაც მომარაგების კუთხით, თუ ვინმეს ერთხელ მაინც დაუსვენია პირობითად ამ შემთხვევაში ზამთრის კურორტზე, ამ შემთხვევაში პირობითად ვაკურიანზე, მას ზუსტად იცის, რომ საკმაოდ მარტივი არ არის ყოველ შემთხვევაში, თუნდაც მომარაგების ნაწილი, თუ მდითოლობა დაემთხვა ამას კიდევ ზედ. ამიტომ აი ამ პრობლემებთან მიმართებაში რამდენად სწორად ხედავს სასტუმრო ბიზნესი, მთლიანობაში ტურისტული სექტორი, რომ სხვა მიმართულებით წინასწარ მომარაგება და ეს პროცესები არის უკეთ გასამართი. წელს ამ რეალობის წინაშე კვლავ ვიდგებით? ნახეთ, ჩვენთვის აი ამ ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ორი მთავარი გამოწვევა გადავჭრათ პირველ რიგში. ზუსტად ეს არის, რომ გზის გამტარუნარიანობა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე, რომ არა მხოლოდ მომარაგება, არამედ ნებისმიერ ვთქვათ, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების ან სხვა ტიპის, ესე ვთქვათ, ტრანსპორტით გადაადგილება იყოს შესაძლებელი და მეორე ეს არის, რა თქმა უნდა, ამინდის პირობები, რომ იყოს ზუსტად ისეთი ზამთარი და ზამთრის სეზონი, როგორცაც თქვათ, დამსვენებელი ელოდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დანარჩენი ხა ეს ყველაფერი უკვე შემდეგ ჯაჭურად, ესე ვთქვათ, ერთად იყრის თავს. ამ კუთხით მე ხა საგზაო მიმართულებით ნაკლებად გამოგადგებით ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი წარმოდგენაში მაქვს, რომ ძალიან, ესე ვთქვათ, მხარში დაგვიდგება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე თავად თვითონ კერძო სექტორთან ერთად კოლაბორაციულად. თვითონ სასტუმროები რამდენად მზად არიან? სასტუმროები ძალიან სერიოზულად ემზადებიან და ფაქტიურად დღეს შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ისინი უკვე მზაობას აცხადებენ, რომ მიიღონ დამსვენებლები. გეტყვით იმასაც, რომ არის რამოდენიმე ობიექტი, რომელთანაც პირდაპირ მქონია შეხება, რომელიც მაგალითად თავის გარშემო ინფრასტრუქტურას უკვე ფაქტიურად ზაფხულიდან აწესრიგებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი საკმაოდ შორი წარსულიდან ემზადებიან ზამთრის სეზონისთვის და მათი მზაობა ძალიან ბევრს ნიშნავს სახელმწიფოსთვის. თუმცა ასევე, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობა არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში, რომ მივიღოთ სწორ ინფრასტრუქტურაში ზუსტად იმ მოლოდინების სტუმარი, რომელსაც თავად დამსვენებელი ელოდება. რაც შეეხება კადრებს, პანდემიამ ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ამ სექტორს კადრებთან მიმართებაში. შეძელით მეტნაკლებად აი ამ პრობლემასთან გამკლავება თუ არა და რამდენად მზად არიან დღეს სასტუმროს თუ მთლიან სამასპინძლო სექტორში მომუშავე ადამიანები კადრობრივად რამდენად ხარისხიან მომსახურების შეთავაზება შეუძლიათ? აი ეს ისევ არის მტკივნეული საკითხი დარგისთვის და შემიძლია გითხრათ, რომ ვერაფერი ვერ შევძელით პირიქით, საკმაოდ ისეთი რთული გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესი და არა მხოლოდ ბიზნესი, ზოგადად ნებისმიერი დარგი. დღეს საკადრო დეფიციტი არის ერთ-ერთი ნომერი პირველი, ფაქტიურად ყველა დაძლევ და შემდეგ დაძლეულ მდგომარეობას გადაუსწრო და ფაქტიურად ლიდერია. მიზეზი რა არის ამისი?
ნახეთ, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ალბათ. არ ამგონია ეს იყოს მხოლოდ ერთი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ძალიან შეიცვალა ზოგადად კლიმატური პირობები ბიზნესში, გახდა ზოგადად უფრო მიმდინარეობა, გახდა უფრო ტექნოლოგიური, უფრო ციფრული, რამაც რა თქმა უნდა ფიზიკურად მომუშავე ადამიანები გადაიყვანა ესეთ განვითარებად პოზიციებზე, როგორიც არის უფრო მარტივად სადაც მარტივად გამოდის საქმე. ამიტომ ჩვენი თაობა ნელ-ნელა გადაპორტირდა ფაქტიურად ციფრულ სფეროში და ამან ფიზიკურად მომსახურების დარგში გააჩინა უდიდესი, ვთქვათ, დეფიციტი. და ამ დეფიციტთან გასამკლავებლად თვითონ სექტორი რამდენად ცდილობს მუშაობას, კადრების ზრდას? სექტორი აბსოლუტურად მზად არის, რომ გადაამზადოს კადრი. კადრის გადამზადების დროს თქვენ წარმოიდგინეთ, ადრე თუ კი მაგალითად ჩვენ ვითხოვდით რეზიუმეში მინიმუმ გარკვეულ გამოცდილებას, რომ ეს ყოფილიყო ძალიან სწრაფად ადაპტირებული კადრი, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის მოთხოვნები ფაქტიურად გაქრა ჩვენი იმდენად აღარ არის კადრი. იმდენად ანუ გაქრა საერთოდ და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს სუფთა ფურცელს რომ ამბობთ, აი ყველაზე ახალი, ყველაზე სუფთა კადრები მივიღოთ და თავად ვიზრუნოთ მათ გადამზადებას. აქ პრობლემას ანაზღაურება ხომ არ ქმნის, ანუ რამდენად არის ანაზღაურება შესაბამისი იმისა, რა ტიპის საქმიანობის გაწევაც უწევს დაუშვათ ამა თუ იმ კადრს. საქმე იმაში გახლავთ, რომ მომსახურების სფერო იძლევა იმის საშუალებას, რომ გარდა სტაბილური, ყოველთვიური ხელფასის, თავად გამოიმუშაოს მისი მაღალი მომსახურების სერვის ეტიკეტიდან გამომდინარე, ანუ სტუმრის კმაყოფილებაზე დაყრდნობით თავადაც გამოიმუშაოს თანამშრომელმა. თუმცა გარდა ამისა, ამას ემატება ყოველთვიური თუ ყოველწლიური ბონუსები, ანუ დარგი აბსოლუტურად ახალისებს თავის თანამშრომელს. თუმცა აი კიდე გეუბნებით, მიუხედავად ასეთი ტიპის, აი ასეთი ბენეფიტური დარგის რომელსაც შეუძლია რომ წაახალისოს თავის თანამშრომელი, მაინც რატომღაც უფრო ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოს უფრო დღევანდელი ახალგაზრდობა უფრო არჩევს ციფრულად განვითარებას. ეს არ არის ცუდი, რა თქმა უნდა, ჩვენ პირიქით გვჭირდება ასეთი ადამიანები, თუმცა გვჭირდება ჭარბად რომ გავიყოთ დარგებმა ეს კადრები. და ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ იმ სიახლის შესახებ, რომელიც ამ შემთხვევაში რადარს თქვენს პლატფორმაზე გაქვთ. რა სიახლეა და რა სulis ის მთლიანად ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის? ჩვენ ალბათ რაღაც გონივრული გადაბმა გამოგვივიდა ახლა, როდესაც ციფრულად და ტექნოლოგიურ განვითარებაზე ვსაუბრობთ. ხო, იმიტომ რომ პლატფორმები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი შემოვიდა ტურისტულ სექტორში. ჩვენ ესე ვთქვათ გავყევით სექტორის და ბიზნესის მოთხოვნებს კვალდაკვალ, გამოწვევებს მოდი ესე ვიტყოდი უფრო, იმიტომ რომ მივხვდით რომ აუცილებლად ჭირდებათ სასტუმროებს არა მხოლოდ შემოსავლებზე დაყრდნობით გარკვეული სტატისტიკური, ასე ვთქვათ, აქტიობები და ვთქვათ ეს დავა ბენეფიტოთ და დავა ბონუსოთ ჩვენ დარგისთვის, არამედ ასევე დარგს ჭირდება ის რომ ერთ სივრცეში თავმოყრილი დაიზოგოს მათი დრო და ენერგია და ჩვენ ერთ სივრცეში გავაკეთეთ ფაქტიურად ისეთი ახალი ფუნქციები დავამატეთ პლატფორმას, სადაც ნებისმიერი სასტუმრო, რომელიც პლატფორმის წევრია, აკეთებს განაცხადს, ანუ თავადვე აკეთებს. ანუ მას აღარ ჭირდება სხვა უცხო მესამე პირის პლატფორმის დახმარება. თავისივე პლატფორმაზე, სადაც წევრი გახლავთ, იქ თვითონვე ავსებს უმარტივეს ველებს და თავისთავად აგდებს პლატფორმა აცხადებს ვაკანსიას. ხოლო მეორე მხარეს, ანუ დასაქმების მსურველ ადამიანს შეუძლია პირდაპირ რადარის პლატფორმაზე ერთ სივრცეში თავმოყრილი სასტუმროებში ნახოს, რომელ სასტუმროში რა ვაკანსია. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი სასტუმროში დასაქმების მსურველი ეძებს სასტუმროსთვის შესაფერის ვაკანსიას, იქნება მზად უკვე. თუ უკვე მზად არის. გამართული და მზად არის, დავიწყეთ ტესტირება და გამოყენება. ნახოთ უახლოესი თვეები გვაჩვენებს კიდევ რა გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა ყველას, ვისაც ამ სექტორში მუშაობის სურვილი გაქვთ. ეს უკვე მიმართვა საზოგადოების ამ ნაწილისთვის. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ და რა თქმა უნდა შევხვდებით 2021 წელსაც, იმიტომ რომ ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სექტორია შედეგების თვალსაზრისით. მაია მახტაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.